ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ნიშნისთვის უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა პროგნოზი, იმიტომ რომ ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია. ვერძის მმართველი პლანეტა მარსი მთელი თვის მანძილზე ჯერ კიდევ არის უკანონო პოზიციაში, მისთვის არც თუ მაინც და მაინც კარგ პოზიციაში, ამიტომ ჩემს თანამეზოდიაქოვებს, რასაც ურჩევდი, ეს არის ის, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. შესაძლებელია ისეთი ენერგიული არ ხართ, როგორც ადრე, ან შესაძლებელია იმაზე მეტი დატვირთვა გაქვთ, ემოციური შესაძლოა, არა მხოლოდ ფიზიკური, ვიდრე ზოგადად ხართ მიჩვეული. ეს თუ კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ იმაზე, რაზე ხარჯავთ თქვენ რესურსს, ადამიანურს, ფიზიკურს, ფინანსურს და კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ იმის აუცილებლობაზე, რომ საჭიროა რესურსის გაცემა მიღების, ესე ვთქვათ, რესურსების გაცემა მიღების ჩვევის კორექტირება. ბევრი ადამიანი, ვინც ვერძის ნიშნით არის დაბადებული, შეიცვლის ალბათ ცხოვრების წესს, ზოგიერთი დაუბრუნდება ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგალითად და ძალიან გირჩევდით, იმიტომ რომ ეს აგავსებთ ენერგიით, თუ კი თქვენ რაღაც სპორტულ აქტივობას მისდევდით, თუნდაც ზაფხულის პერიოდში, გაზაფხულის პერიოდში და რაღაც მიზეზით დაანებეთ ამ ყველაფერს თავი, თუ კი ისევ აიძულებთ თქვენს თავს, მართლა უნდა აიძულოთ, რასაც ქვია, ადგებით წახვალთ, ივარჯიშებთ, ენერგია ერთიურად მოგემატებათ და რაც მეტად დაისვენებთ და იტყვით, რომ მოდი დავიძინებ, მით უფრო მეტად, ესე ვთქვათ, ენერგია არ გეყოფათ არაფერს. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ მობილიზდით, შეიცადეთ, რომ თქვენი ცხოვრების წესი და ჩვევები შეცვალოთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს ენერგიის, ახალი ენერგიის შემოდინებას, ახალ ენთუზიაზმს, იმიტომ რომ თქვენთვის თებერვალს მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემები. ეს პირველ რიგში ეხება გუნდებს, ჯგუფებს, კოლექტივებს, დიდ პროექტებს, ძალიან დიდ პერსპექტივებს თქვენ ცხოვრებაში, რაც შეიძლება თებერვალში დაიწყოს, მაგალითად მოინიშნოს როგორც მნიშვნელოვანი, დაახლოებით მაისის ბოლოს, ივნისიდან შეიძლება საოცარ შედეგამდე მიგიყვანოთ და თქვენს ცხოვრება შეიძლება დაიწყოს აბსოლუტურად ახალი ეტაპი კარიერული და პარტნიორული კუთხით, ბიზნეს პარტნიორული კუთხით. ასევე ვერძის ნიშნით დაბადებულებთან ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება 4-5 თებერვლიდან, რომელიც უკავშირდება პირად და სასიყვარულო ურთიერთობებს. ერთის მხრივ, თუ კი თქვენ წყვილში არ ხართ, ან რაღაც ურთიერთობაში ხართ, რომელიც თანდბოლომდე გარკვეული არ არის რაღაცები, ეს ყველაფერი გაირკვევა და ძალიან სწრაფი ტემპით განვითარებას დაიწყებს. ან თქვენ იქნებით ძალიან მომთხოვნი და კრიტიკული ურთიერთობებში, განსაკუთრებით აი ზუსტად ტყუილის და გაურკვევლობების მიმართ. თუმცა უფრო მეტი შანსია, რომ თქვენ მიმართ იქნებიან ძალიან კატეგორიულები და რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას მოგთხოვენ, ჩამოყალიბებას მოგთხოვენ, შესაძლოა თებერვლის ბოლომდე თქვათ არ ხართ დარწმუნებული იმაში, გინდათ თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღება და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ვერძის ნიშნით დაბადებულებს არ უყვართ, როდესაც კედელთან მიაყენებენ ხოლმე სასწრაფოდ გადაწყვეტილების მიღების კუთხით, იმიტომ რომ შეიძლება პრინციპულად არ მიიღოს გადაწყვეტილება, ამიტომ ვერძი წინააღმდეგობრივი ნიშანია, ამიტომ ვინც წყვილში ხართ ვერძთან, ვისაც სიმპათიები გაქვთ ამ ადამიანთან, მე გირჩევდით, რომ თებერვლის ბოლომდე აცალოთ, იმიტომ რომ სანამ მარსი არ გასწორდება რეტროგრადული ფაზიდან არ გამოვა, ვერძს იცით, ან არ აქვს სურვილი, ან არ აქვს ენერგია, რომ ტემპი აჩქაროს. აი მე უკვე აჩქარებს ტემპს და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შეიძლება უკვე განვითარდეს მის ცხოვრებაში. თუმცა 4-5 თებერვლიდან მოყოლებული ძალიან რომანტიული და არა მხოლოდ რომანტიული, ესეთი ნებიანი და ცეცხლოვანი პერიოდი მოდის ვერძის ნიშნით დაბადებულებთან. ისინი თვითონაც ძალიან მომხიბვლელები და სექსუალურები გახდებიან გარეგნულად თუ ვიზუალური კუთხით. ბევრად უფრო მომხიბვლელები იქნებიან საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. კუროს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, თქვენ შემთხვევაში თებერვალი დააყენებს, ესე ვთქვათ, ძალიან მკვეთრად, მოდი ესე ვიტყვი, საკითხებს, რომელიც უკავშირდება პროფესიულ ცვლილებებს. შეიძლება უკვე გზა აღარ გრჩებათ, რომ რაღაც შეცვალოთ, ანუ აუცილებელია ძველ, ესე ვთქვათ, გარემოში უკვე თქვენთან ხვდებით, რომ არ არის არანაირი განვითარების შანსი, ან თუ კიდევ ერთხელ ცადეთ და მიბრუნდით ამ გარემოში რაღაცნაირად შეგეშინდათ სიახლეების და ცხოვრების წესის შეცვლის, პროფესიული კუთხით შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ იმაზე მეტი მოგთხოვეს, ვიდრე გეგონათ და ამიტომ ხვდებით, რომ საჭირო არის ხიდების გადაწვა უკვე და რაღაც ახლის დაწყება. ცოტა შეგეშინდეთ შესაძლოა, იმიტომ რომ კუროსთვის უახლოესი ფაქტობრივად ნახევარი წელი შეიძლება ითქვას, აი თებერვლიდან მოყოლებული, ძალიან მნიშვნელოვნად დააყენებს საკითხს პროფესიული მიმართულებების ცვლის და ამ კუთხით რაღაც ის გარისკვის, ცოტა არაკომფორტულ ზონაში გადასვლის, შეიძლება ბევრთან ეს იყოს საკითხები უცხოეთთან დაკავშირებული, იურიდიულ ფაქტორთან, ანუ გადაცხოვრება, საცხოვრებლის შეცვლა მაგალითად და ძალიან ბევრი ადამიანის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს კიდევ გადაუჭრელი აქამდე პრობლემები, რომელიც აღარ იცმეს უკვე
აუცილებელი არის აქ ყველაფერი გაირკვეს და რაღაც სახელი დაერქვას და ეს პრობლემები შეიძლება უკავშირდებოდეს მზემდგომებს და ნებისმიერ მიღებულ ნათესავს, მათ შორის მეუღლის ოჯახის წევრებს, რომლებიც ირიბათ ან პირდაპირ თქვენს ურთიერთობებში, იმიტომ რომ თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული 5-6 რიცხვიდან მოყოლებული თქვენ შესაძლებელია თქვენი მშვიდი, ესე ვთქვათ, ხასიათიდან მოულოდნელად გახდეთ ძალიან უაპელაციო, ხისტი და აგრესიული ურთიერთობებში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, თუ კი რა თქმა უნდა ამ პერიოდამდე არ ითქვა სათქმელი. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ თებერვლის დასაწყისამდე გაარკვიოთ კომუნიკაცია ურთიერთობით თუ მიღებულ ნათესავებთან გაქვთ რაიმე ტიპის უთქმელი წყენები და პრეტენზიები, ან მათ აქვთ შეიძლება თქვენთან, იმიტომ რომ აქ აუცილებელი იქნება უკვე ესე ვთქვათ, წითელი ხაზები არ გადავკვეთოთ. თუ გადავკვეთოთ, მაშინ რა თქმა უნდა კონფლიქტის ალბათობაც იქნება, მაგრამ მე გირჩევდით უფრო მეტად კონცენტრირდეთ სამსახურებრივ საკითხზე, შეცვალოთ, არ შეგიშინდეთ, მოსინჯოთ, შეიძლება მოსინჯოთ და რაღაც ეტაპის მერე კიდევ მოსინჯოთ და სხვა ესე ვთქვათ, გარემოში გადაინაცვლოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ღირს ამათ. ტყუპის ნიშნით დავადებულ ადამიანებს რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვიტყოდი მომდევნო კვირა განსაკუთრებით უნდა მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ თქვენ შემთხვევაში იხსნება ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც უნდა დაუკავშირდეს უცხოეთს, სწავლას, ასევე შეიძლება ეს იყოს მასშტაბური გეგმები და იდეები, რაც უკავშირდება სწავლას და პროფესიონალური მიმართულების ან შეცვლას, ან კორექტირებას. უფრო მეტად ალბათ ამბიციებს, რომ იყოთ თქვენი საქმის დიპლომირებული და ესეთი პროფესიონალი. თუ ვინმეს უნდა რომ საზღვარგარეთ ისწავლოს, მაგალითად ან თუნდაც რაღაც მსგავსი ფაქტორი არის სწავლოს საზღვარგარეთ, მაგრამ მიიღოს თქვათ უცხოური განათლება აყენო ონლაინ, შესანიშნავი პერიოდია ამის დასაწყება. თუ ეს ამბიცია გაქვთ, შეიძლება ყველა თქვენი ოცნება, აი ძალიან უტოპიურიც კი შეიძლება რეალურად იქცეს. თავი გაბედოთ, არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ მოკავშირეებს იპოვნით და შესაძლებლობებიც მოიძებნება. ტყუპის ნიშნით დავადებულებს ასევე აქვთ შანსი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაარკვიონ, რაც ეხება საბუთებს და ბიუროკრატიას და მიბმულია საბინაო ან ფინანსურ საკითხებთან. შესაძლოა მომდევნო კვირა იყოს რთული საუბრების თქვენთვის, მაგრამ ეს საუბრები მოიტანს ძალიან მასშტაბურ შედეგებს. ამიტომ ცუდი ნამდვილად არ არის. მინდა გითხრათ, რომ არ გაიქცეთ ამ საუბრებს, ესე ვთქვათ. შეიძლება ეს იყოს ასევე დიდი კონკურენციის პირობებში რაღაცის დასაწყისი, თქვენ ცხოვრებაში შეიძლება შეხვიდეთ რაღაც ძალიან დიდ კონკურენციაში, პროფესიული და ბიზნეს საქმიანობის კუთხით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვის პირველი ნაწილი არის ზუსტად ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც არ ეშინია აკეთოს რაღაც ახალი, გადადგას რაღაც ახალი ნაბიჯები, იყოს თამამი, იყოს კრეატიული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოიფიქროს ახალი მეთოდები, ახალი გზები და ასე გაუკავდეს კონკურენციას. იმიტომ რომ თქვენ გექნებათ რეალურად შანსი, გვერდი ავაროთ კონკურენტებს, ძალიან ესე მახვილგონივრული მეთოდებით, მოიფიქროთ ეს მახვილგონივრული მეთოდები, ისარგებლოთ გუნდის, ჯგუფის, კოლექტივის დახმარებით და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება დადოთ. რაც შეეხებათ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დავადებულ ადამიანებს. თქვენ შემთხვევაში საკვანძო საკითხი არის ყველაფერი რაც უკავშირდება თქვენს პარტნიორს, ბიზნეს პარტნიორებს, პირად ურთიერთობებს, იმიტომ რომ შესაძლოა თებერვალმა მოიტანოს თქვენს ცხოვრებაში პირადი ურთიერთობის გადატვირთვა ყველა გაგებით, ცუდიდან კარგისკენ და კარგიდან ცუდისკენ, იმიტომ რომ ეს პრინციპი იმუშავებს, საცა ვიწროა იქ გაწყდეს და საბოლოო ფინალიზაცია მოხდება ბევრი საკითხის, რომელიც უკავშირდება პარტნიორობას. თქვენ მოგიწევთ გააცნობიეროთ თქვენი როლი ამ პარტნიორულ ურთიერთობებში. ვიღაც შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს პარტნიორის ინტერესების უფრო მეტი დანახვა და გათვალისწინება, ტრანსფორმირდება თქვენთან ეს ყველა ეს ტიპის ურთიერთობა. მოითხოვს სახლებურ მიდგომებს. ვიღაც შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ცხოვრების წესის შეცვლა იმის გამო, რომ პარტნიორული ურთიერთობა ითხოვს ამას, მაგალითად აბსოლუტურად ახალ გარემოში და ახალ სიტუაციაში მოგიწევთ თავის დამკვიდრება. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ეს არის ძალიან კარგი ახალი ჰორიზონტები, შესაძლებლობები ახალ გუნდთან, ჯგუფთან, კოლექტივთან, თუმცა საერთო ფინანსებით გაერთიანება ასევე პლუს ამას, სადაც უნდა მიხვდეთ, რომ მიკერძოებულ მიდგომას შეუძლია მხოლოდ გუნდისგან სეპარაცია მოგიტანოთ. აქ აუცილებლად დაგჭირდებათ იყოთ მიუკერძოებელი და ამ გუნდში იყოთ ერთ-ერთი ჯარისკაცი და არა გენერალი. იმიტომ რომ თუ თქვენ ამ პრინციპით ხელმძღვანელებთ, მაშინ ძალიან დიდი გუნდური და დიდი პროექტების დაწყების და განვითარების საშუალება გაქვთ. თუ ეგოიზმი გადაგზავნოთ, მაშინ შეიძლება პირიქით დასრულდეს ან
ჩანასახში უკვე აღარ განმოვიდეს ეს ყველაფერი. ამიტომ ამას აუცილებელია მივაქციოთ ყურადღება თებერვლის მანძილზე პირველ ნაწილში განსაკუთრებით. ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეიძლება და მე ვთქვი შესავალში რომ თებერვლის თვე დააყენებს ძალიან წვავეთ საკითხს ურთიერთობაში ტყუილის და ფალშის ესე ვთქვათ კუთხით. თუკი ლომის ზოდიაქოს ნიშნით ხართ და დაბადებული და რაღაცა კუთხით კონკრეტულ ურთიერთობებში პირად ურთიერთობებში ან ზოგადად ადამიანურ ურთიერთობებში ან თავს იტყუებთ ან აძლევთ უფლებას ადამიანებს რაღაცნაირად თქვენი ეგოს დასაკმაყოფილებლად მოგატყუონ კიდეც აღარ გამოვა რომ თვალი აღარ გაუსწოროთ რეალობას, იმიტომ რომ აუცილებლად მოგიწევთ აღიაროთ რაღაც საკითხები პირად და პარტნიორულ ურთიერთობებში. რომ თქვენთვის ყველაფერი იწყება აი გადის პირადზე, ურთიერთობებზე ზოგადად, ყველანაირი ტიპის პოტენციურ პარტნიორულ ურთიერთობებზე. შეიძლება ძირითადად შეეხებოდეს, რა თქმა უნდა, სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებს, თუმცა არა მხოლოდ. ყველა ურთიერთობას, რომელიც გასწავეთ და რომელშიც თავს იტყუებთ ან აძლევთ უფლებას ადამიანებს მოგატყუონ მხოლოდ იმიტომ, რომ ასე რაღაცნაირად მნიშვნელოვნად გინდათ, რომ იქცნოს თავი. ამისთვის თვალის გასწორება მოგიწევთ. შეიძლება ძალიან ბევრი ინფორმაცია გაიგოთ, რაც ასევე გამოგაფხიზლებთ, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, ასევე ვინც ლომის ნიშნით არის დაბადებული, არის შანსი დაიწყოს ძალიან მასშტაბურ ადამიანთან ურთიერთობები. ეს ადამიანი შეიძლება იყოს მასშტაბური როგორც პიროვნება, ასევე შეიძლება იყოს მასშტაბური იმ კუთხით, რომ მას შეიძლება აქვს ძალიან კარგი კონტაქტების ბაზა და ის დაგეხმაროთ შეიძლება სამომავლოდ მნიშვნელოვანი კარიერული გზის გაყვავაში და ეს შეიძლება გადაიზარდოს ძალიან კარგ ურთიერთობებში, პირად და პარტნიორულ ურთიერთობებში, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, ვინც ლომის ნიშნით არის დაბადებული, იქნება შანსი დაიწყოს უკვე რაღაც ისეთი ურთიერთობები, რომელიც თქვენთვის იქნება განკურნებელი, ძალიან ტრანსფორმაციული, ზოგიერთი შემთხვევაში ასევე შეიძლება იყოს თვალი გაუსწოროთ ურთიერთობებში ტყუილს ან მივიღოთ, ვაპატიოთ პარტნიორს, ვიყოთ ემპათიური და დავინახოთ მისი პოზიციას, რატომ იქცეოდა ისე, როგორც იქცეოდა, ან თავად გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვთქვათ, რომ ესე აღარ შეგვიძლია და აღარ გავაგრძელოთ ეს. ამიტომ ძალიან ტრანსფორმაციულ თვეს ვაანონსებ ლომებისთვის. ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ. თქვენ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის არ შეგეშინდეთ და გადადგათ ნაბიჯი ახალი პროფესიის ან ახალი სამუშაო გარემოსკენ. რისკენაც შესაძლოა ბოლო 2-3 კვირის მანძილზე რაღაც გიბიძგებთ კიდეც, შეიძლება იყოს რაღაც ახალი შემოთავაზებები, ახალი პერსპექტივები, თვითონ სამსახურეობრივი კუთხით ცვლილებების აუცილებლობა, თუმცა თქვენთვის ეს თითქოს და ბუფერული ზონა, ან არიცით აქ რა უნდა აკეთოთ, ან რაღაც არ გიკეთებიათ, ან რაღაც თქვენთვის ახალი, ან უბრალოდ დგას დღის წესრიგში საკითხი, რომ რაღაც ახალი უნდა აკეთოთ და აღარ უნდა აკეთოთ ის, რაც აკეთებდით აქამდე და ძალიან კარგი იქნება თუ არ შეგეშინდებათ, იმიტომ რომ აქ არ იქნება გარანტიები სავარაუდოდ, აქ იქნება მხოლოდ შესაძლებლობები. თუ ამ შესაძლებლობებს მიყვებით, ძალიან ბევრი რამის შეცვლა იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ 4-5 თებერვლიდან მოყოლებული თქვენ ცხოვრებაში იწყება პერიოდი, როდესაც თქვენ შესაძლოა რაღაც საწყისი იყო შეიძლება ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი შემოსავლების, სადაც მოგიწევთ იყო ძალიან მართალი თქვენს თავთან. შესაძლოა ის იყოს რაღაც ისეთი საქმიანობა, სადაც თქვენზეა მთლიანად ყოფილი დამოკიდებული, თქვენს გულწრფელობაზე, თქვენს ინიციატივაზე. იგივე ეხება პირად ურთიერთობებს. თებერვლის დასაწყისიდან თქვენს ინიციატივიანობაზე, თქვენს გულწრფელობაზე, იმაზე, რამდენად მართალი იქნებით, რამდენად არ ეცდებით ორ სკამზე იჯდეთ, რამდენად არ ეცდებით იმანიპულიროთ ურთიერთობებში, იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება ზოგადად ურთიერთობები. იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს ორი ვარიანტი, ერთი შეიძლება იყოს გართულებული ურთიერთობები, სადაც რაღაცას არ უსწორებთ, მოდი ესე ვთქვა თვალს, რაღაცას არ აღიარებთ, სადღაც რაღაც თქვენი სიმართლე გაქვთ ჭყალებში, თუმცა შეიძლება ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გამწვავდეს და დასრულდეს, ან კონფლიქტი შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა, ასევე შესაძლებლობა არის თუ გულწრფელი იქნებით, თამამი იქნებით, არ შეგეშინდებათ თქვენი თავის უნიღბოდ დემონსტრირების, რაღაც ურთიერთობების რეანიმირება მოხდეს, აღდგეს, შეიძლება ეს იყოს ძალიან ემოციური საუბრებიც, ასევე თქვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ თებერვლის თვე თქვენთვის მოიტანს ორ სფეროში ძალიან ემოციურ საუბრებს და აუცილებლობას გულწრფელობის და პირდაპირობის. შეიძლება თქვენ სიტყოდეთ ამ გულწრფელობას, არც არ არის პრინციპში გამორიცხული და ამაში ცუდს რამოდენად ვერაფერს არ ხედავ, რომ მოითხოვოთ ეს გულწრფელობა. ეს არის ფული და ეს არის ურთიერთობები. ეს არის ორი ისეთი საკითხი, სადაც ორ სკამზე ჯდომა, მანიპულირება, რაღაც ორაზროვანი საუბრები
წამგებიანია და ძალიან გრძელვადიან ნეგატიურ პერსპექტივაში გადაგიყვანთ. გრძელვადიან ნეგატიურ პერსპექტივაში და იგივეს ვიტყოდი, რაც ეხება ზოგადად ფინანსურ ვალდებულებასაც, თუ თქვენ აქ თავს არ არიდებთ რაღაცას და სირაქლემის პოზიციაში ყოფნას ამჯობინებთ, 2026 წლის თითქმის ბოლომდე მოგიწევთ უკვე ამ ნაბიჯების, ესე ვთქვათ, რასაც მოიმკით ამ ნაბიჯებიდან გამომდინარე ამის, ესე ვთქვათ, დანახვა. ამიტომ არ თქვა უნდა არჩევანი თქვენზე. სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ. უკვე იანვრის ბოლოს შეიძლება ითქვას სასწორი ძალიან პრინციპულ არჩევანს გააკეთებს. არჩევანი შეიძლება უკავშირდებოდეს ისევ და ისევ მის ურთიერთობებს, ოღონდ უპირველეში ურთიერთობებს საკუთარ თავთან. აი თვითონ ვინ არის, რა უნდა, რას წარმოადგენს მაგალითად. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს იმიჯის შეცვლა, ბევრს შეიძლება მოუნდეს სასწორის ნიშნით დაბადებულს, აი რაღაც შეცვალოს, განაახლოს რაღაც იმიჯი. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ეს იყოს სურვილი წამოიწყოს რემონტი, რაც შეეხება რემონტს და გარემოს შეცვლას, საცხოვრებელი გარემოს შეცვლას. მაინც გირჩევდით თებერვლის ბოლომდე ძალიან ისეთი გრძელვადიანი და კაპიტალური არაფერი წამოიწყოთ, იმიტომ რომ რასაც დაიწყებთ გადაკეთება მოგიწევთ, კიდე გადაკეთება მოგიწევთ. თუ თქვენი საქმიანობა უკავშირდება იმას, რომ რაღაც არემონტოთ, ააწყოთ და შალოთ, რა ვიცი, რამე მსგავსიან დიზაინერი ბრძანდებით, კი ბატონო, მოკლევადიან პროექტებს რაც უკავშირდება, სადაც გავაკეთე დავასრულე, რაღაც მსგავსი პრინციპი თუა, რატომაც არა. მაგრამ თუ თქვენ უბრალოდ რაღაც სიახლე გინდათ და გინათ რომ სახლში რაღაც ესე ვთქვათ განაახლოთ ან დაუძლეველი სურვილი გაქვთ უკან მოუხედავთ შეიცვალოთ იმიჯი, თებერვლის ბოლომდე მაინც გირჩევდით რომ არ გააკეთოთ მკვეთრისვლები, იმიტომ რომ შეიძლება ან აღარ მოგეწონათ, ან უბრალოდ კიდევ ერთხელ შეცვლით ამ ყველაფერს რაღაც აპრილში. ანუ ისევ დაუბრუნდებით ძველი მიწს მაგალითად, კიდევ მოგიწევთ რაღაც გადაკეთება. თქვენ შემთხვევაში ასევე ვიტყოდი რომ ძალიან ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ყველანაირი ტიპის ფინანსურ ოპერაციებს, მსხვილ შენაძენებს, მაგალითად, გააკეთებთ მსხვილ შენაძენებს, იმიტომ რომ არის იმის ალბათობა, რომ ცოტა იმპულსურად გინდოდეთ რაღაცის გაკეთება, რაღაც გინდოდეთ შეიძლება ძალიან და შეიძინოთ შეიძლება და მე მიხვდეთ რომ არ ღირდა ეს ყველაფერი ამათ. ამიტომ აქაც, თუ მაინც გინდათ, სადღაც 3 თებერვლის ჩათვლით. და უკვე მერე თვის ბოლოდან. მანამდე მე მაგალითად, ესე ვთქვათ, თავს შევიკავებდი, ასევე გირჩევდით ურთიერთობაში რაღაცის დამტკიცების მიზნით, ვთქვათ, თქვენი მნიშვნელობის დამტკიცების მიზნით, შურისმაძიებურ მომენტებს თავი მოარიდოთ. არის ამის ალბათობა, რომ გქონდეთ რაღაც ეს მომენტი ურთიერთობებში, ცოტა ცეცხლი დაანთოთ. ცეცხლის დანთება ურთიერთობებში სხვანაირად შეიძლება, მაგალითად, ამიტომ მოძებნეთ ეკოლოგიური გზები. ჯობია, ვიდრე ცეცხლთან თამაში დაიწყოთ. მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, მათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აი მომდევნო კვირა ზუსტად. იმიტომ რომ მორიელის მართველი პლანეტა პლუტონი იღებს ესე ვთქვათ, მთავარი როლი აქვს მონაწილეობას ახალმთვარეობაში. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ტონს მისცემს ეს ყველაფერი მათთვის მთლიანად 2025 წელს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები გულწრფელობასთან დაკავშირებული, საკუთარ თავთან პასუხისმგებლობის აღება გულწრფელობაზე. გულწრფელობა ეხება ბიზნესს, ფულს, ფინანსურ ფაქტორს, მეგობრებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადახედოთ ურთიერთობებს მეგობრებთან, გუნდთან, ჯგუფთან, კოლექტივთან. თუ კი თქვენ წარმოადგენთ სტრუქტურას, თქვენ თუ სტრუქტურის თავში ხართ, აი ჩემი შესავალი, სადაც მე ვამბობდი, რომ შეიძლება სკამი ვიღაცის ჭრიჭინებდეს, ესე ვთქვათ, თქვენ შეიძლება შეგეხოთ, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებებს, გუნდთან, ჯგუფთან, კოლექტივთან, სტრუქტურასთან, იგივე ეხება მიღებულ ნათესავებს, ყველას, ვინც არ ესისხლისმიანი ნათესავი, იმიტომ რომ აქაც შეიძლება რაღაც გადახედვას მოითხოვდეს. შეიძლება მოხდეს სეპარაცია, შეიძლება მოხდეს გარემოც გაფილტრა, შეიძლება ცოტა მტკივნეულიც იყოს ეს გაფილტრა, შეიძლება რაღაც გულისტკენებიც იყოს, მეგობრებს რაც უკავშირდება, მოკავშირებს, შეიძლება თქვენი მოლოდინები ისე არ გამართდეს, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ეს არის თქვენთვის გამოსაფხიზლებლად, იმიტომ რომ თქვენ მიეჩვევით იმის გაცნობიერებას, ვის შეიძლება ენდოთ და ვისთანაც აღარ უნდა იაროთ, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი მინიმუმ ემოციური სეპარაციები გექნებათ აუცილებლად თებერვლის თვეში. სამაგიეროდ თქვენ გაქვთ ჩანსი 4-5 რიცხვიდან მოყოლებული გაუმჯობესოთ დამოკიდებულება დაქვემდებარებულებთან. ყველა ადამიანთან ვის ესე ვთქვათ თანაშემწია, ესე ვთქვათ გექვემდებარება, თუ თქვენ ზემდგომი ხართ, გულწრფელობის ხარჯზე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, პირდაპირობის ხარჯზე, შეიძლება ეს იყოს ჩანსაღი კამათი კონფლიქტის, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ითქვა და დავზავდით და საქმეს ვაგრძელებთ. იგივე ეხება პირად და პარტნიორულ ურთიერთობებს, აქაც იყოს შეიძლება რაღაც ემოციური საუბრები, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება ამან ურთიერთობის განჯანსაღება გამოიწვიოს, ყველაფერი რაც ტოქსიკური იყო, შეიძლება წავიდეს. შვილ და
შილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხება. შილდოსნის მმართველი პლანეტა იუპიტერი უკვე ძალიან მალე დაიწყოს დირექტიულ პოზიციაში გადასვლას, უკან მავალი აღარ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი საკითხები, რაც ბოლო სადღაც 2 თვის მანძილზე შილდოსნებთან შენელდა, შეფერხდა, რაღაც რეპუტაციული ფაქტორებით შეიძლება იყოს, მაგალითად, თქვენს რეპუტაციას ჭრილქვეშ რაღაც ჭრილი მიადგა, ეჭქვეშ დააყენეს შესაძლოა, არ გქონდათ იმის საშუალება, რომ დაგემტკიცებინათ თქვენი უპირატესობა და თქვენი მნიშვნელობა. ეს ყველაფერი დაიწყებს თებერვლის თვეში გამოსწორებას და ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნახტომები შეიძლება გაკეთდეს ამ კუთხით. ასევე თქვენ შემთხვევაში თებერვალი იქნება გამორჩეული იმით, რომ შეიძლება იყოს რამოდენიმე მოკლევადიანი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო მოგზაურობა, საქმიანათაც შეიძლება იყოს, არ გამოვრიცხავ. ასევე შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, მატულობს იმის, რომ რაღაც ძალიან ემოციური რომანი და ურთიერთობა დაიწყოთ მოგზაურობისას რაღაც საერთო იდეოლოგიით გაერთიანებულ ადამიანთან. მათ შორის შეიძლება ეს იყოს ასევე ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესით აქედან შეიძლება წამოვიდეს რაღაც ახალი ტიპის ურთიერთობები. ამიტომ ესეთი ბევრი შემსუბუქება იქნება, მოდი ესე ვიტყოდი თქვენთვის, რასაც პრინციპში ალბათ უკვე მომდევნო კვირიდან იგრძნობთ სიახლეებს, უკვე რაღაც შინაგან განწყობებს, ენერგია მოგემატებათ, შეიძლება ენერგია მოგემატოთ, ენთუზიაზმი შეიძლება მოგემატოთ, რაღაც ახალი პერსპექტივები შეიძლება გაჩნდეს, ასევე თქვენ შემთხვევაში ახალი პროექტების შანსი გაჩნდეს შეიძლება, რომელიც აი ზაფხულიდან საკუთრებით გადავა უკვე ისეთ ფაზაში, სადაც ფინანსურად შეიძლება ეს იყოს ძალიან მომგებიანი, ამიტომ გამოცოცხლებით, იმიტომ რომ თებერვალი ზოგადად არის გამოცოცხლების და ესეთი მკვეთრით აღდგომის თვე შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ითქვას, რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი გამოიღვიძებს გამოცოცხლება, იმოქმედებს, ზოგს შეიძლება მოუწიოს იმის გამოიმოქმედოს, რომ შეეშინდება რაღაც პოზიციების დაკარგვის, ეგრეთ შეიძლება იყოს, ბევრი შემთხვევაში არ არის გამორიცხული ესე იყოს, ცვლილებების შიშმა შეიძლება გაიძულოთ იმოქმედოთ, იმიტომ რომ თქვენ თუ არ იმოქმედებთ, მაშინ გარემოს ხერხლი აღმოჩნდებით, მაგრამ ერთიანობაში ეს გამოცოცხლების თვეა. შილდოსნასაც შეეხება ერთმნიშვნელად, რა თქმა უნდა, რაც შეეხება თხისკებს. თხისკის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან თებერვალი მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც უკავშირდება კიდევ ერთხელ დაბრუნებას ისეთ დიალოგებში, რომელიც არის კავშირში საერთო ფულთან ქონებასთან, მემკვიდრეობასთან, მაგალითად. ასევე შეიძლება თხისრქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან განიხილებოდეს კიდევ ერთხელ რაღაც პერსპექტივები და პროექტები რამოდენიმე თვის წინ, რომელიც დაიწყო, მაგრამ იმედგაცრუებით დამთავრდა და თქვენ არ გეყოთ დრო და რესურსი, უფრო შესაძლებელია თქვენ არ გეყოთ დრო და რესურსი, ან გამბედაობა, მაგალითად, რომ ამ ყველაფერს შეჭიდებოდით, ეს კიდევ ერთხელ დაბრუნდება ახლა თქვენს ცხოვრებაში და მე ვიტყოდი, რომ არ უნდა შეგეშინდეთ, რომ რაღაც ახალი დაიწყოთ, იმიტომ რომ ახლა რასაც გადაწყვეტ და გადაწყვეტილებას მიიღებთ, შეიძლება ამის შედეგი უკვე მარტის ბოლოს დაინახოთ, მნიშვნელოვანი კონტურები იქნება უკვე გამოკვეთილი და იამაყებთ თქვენი თავი, თუ კი თქვენ რამე გადაწყვეტილებას მიიღებთ. ასევე ეს ძალიან კარგი პერიოდია, თუ თქვენ დიდრობით გესწრებით საკუთარი ეგოს გამოსაკვეთად ასამაღლებლად გამბედაობისთვის, რომ რასაც აქამდე ვერ შეძლებდით, ვერ გაბედავდით, ახლა შეიძლება გაბედოთ. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობის დასრულებაც, ეს შეიძლება იყოს ურთიერთობის დაწყებაც, ახალი სტატუსის მიღებაც, მაგალითად, ურთიერთობის გაუმჯობესებაც, გულწრფელობის ხარჯზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი და ძალიან კარგი იქნებოდა თქვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენთანაც აუცილებლად დადგება ეს საკითხი გულწრფელობის და ასევე თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული აუცილებლად მოგეთხოვებათ გააჯანსაღოთ ურთიერთობები და იყოთ გულწრფელი ოჯახურ ურთიერთობებში. აქაც შეიძლება იყოს ხმამაღალი საუბრები, მაგალითად, ამოფრქვევა საკუთარი ესეთი პრეტენზიების, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ზუსტად ის განკურნებელი წამალი, რომელიც ძალიან გჭირდება თქვენ და ძალიან ბევრ რამეს შეცვლის ეს ყველაფერი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, შეიძლება ასევე საკითხი იდგეს, რაც ეხება უძრავ ქონებას და საერთო საბინაო საკითხებს, რაღაც სირთულეებს, სადაც ასევე მოიმატებს კონფლიქტურობის კოეფიციენტი. და სადაც გირჩევდით გულწრფელობას და დიპლომატიურობას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამე შეიძლება უფრო მარტივად გადაიჭრას. რაც შეეხებათ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, იმიტომ რომ ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მთელი ეს ენერგიები არის თავმოყრილი მერწყულის ნიშანში, იქ არის მერკური, იქ არის პლუტონი და ეს ყველაფერი ამბობს იმას, რომ დროთედგა ბევრი რამე გააცნობიეროთ, აღიაროთ, გულწრფელი იყოთ, ილაპარაკოთ.
თქვენ ცხოვრებაში მოდის უდიდესი ესე ვთქვათ ტრანსფორმაცია და გაცნობიერებები, შეიძლება იყოს კომუნიკაციაში გაცნობიერება, მაგალითად იმის რაც აქამდე გეშლებოდათ. შეიძლება იყოს რაღაც დათმობებზე წასვლის აუცილებლობაც, შეიძლება მოგიწიოთ კომპრომისებს წასვლა. ეს კომპრომისები შეიძლება არის გამოწვეული თქვენ ცხოვრებაში რაღაც ისეთი ფაქტორებით, რასაც თქვენ ვერ მართავთ. ეს არის ბევრად უფრო გლობალური ფაქტორები შეიძლება ვიდრე ადამიანს შეუძლია აკონტროლოს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მაგალითად რაღაც გარემო ფაქტორები გიბიძგებდეთ გადაწყვეტილების შეცვლისკენ ან მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ. საბოლოო ჯამში ეს ცვლილებები თქვენთვის არის ფანტასტიკური, არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი, იმიტომ რომ თქვენ ასე მიხვდებით, რომ იშორებთ მხრებიდან იმ პასუხისგებლობებს, რომელიც რეალურად არაფერს შეჭირდებოდათ. უბრალოდ ენერგია მიდიოდა აქედან, თქვენი ძალიან დიდი ენერგია მიდიოდა და მიხვდებით, რომ იშორებთ იმ პასუხისგებლობებს ან იმ ადამიანებს, ან იმ სიტუაციებს, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე ფაქტობრივად არ გაძლევდათ საშუალებას მშვიდად ყოფილიყავით. სხვა მიზეზი იყოს, შეიძლება ის იყოს ვალდებულებებიც, შეიძლება ის იყოს გადაუჭრელი კონფლიქტებიც, სხვა შორის ასევე შეიძლება იყოს გადაუჭრელი კონფლიქტები, არასწორი ინფორმაციის ფლობაც, ასევე რომელიც გაირკვევა, თქვენთან ძალიან ბევრი რამე გაირკვევა, ძალიან ბევრი ინფორმაცია შეიძლება აღმოჩნდეთ შოკირებული, იმიტომ რომ ეს წყულთან ძალიან ბევრი რამე გაივლის ინფორმაციაზე, კომუნიკაციაზე, ტრანსფორმაციაზე, დებთან, ძმებთან, ათასებთან, ახლო გარემოცვასთან. მან შეიძლება გადაიწვირთოს ძალიან ბევრი რამ, ერთის მხრივ შეიძლება აღმავებდეს უნდაბლობას, მეორეს მხრივ შეიძლება პირიქით მიხვდეთ მართლა ვინ არის თქვენს გვერდით და ვინ უბრალოდ ესე ვთქვათ ფეიქი ადამიანია და აქედან გამომდინარე ძალიან გათავისუფლდეთ შეიძლება იმიტომ რომ დიდი ცვლილებები მოდის ამ კუთხით თქვენს ცხოვრებაში ამიტომ ყველაზე მთავარი ამბები ალბათ იქნება მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან თებერვალში განსაკუთრებით და 29 იანვრის ახალმთვარეობასაც მე თქვენ ადგილას ყურადღებას მივაქცევდი იმიტომ რომ იქნებით ძალიან მოწყვლადი ყველაფერი არ უნდა თქვათ ამ დღეს ყველაფერი რასაც მოისმენთ არ უნდა დაიჯეროთ და მით უმეტეს არ უნდა იმოქმედოთ იმპულსურად. იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს, თუ კი ამ დღეების მანძილზე არ მოტოკავთ თქვენს ქმედებებს, ესე ვთქვათ, არ გაანალიზებთ. და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებსაც შეეხება. თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებთანაც დგას ძალიან მკვეთრად საკითხი გულწრფელობის, გულწრფელობის საკუთარ თავთან, გულწრფელობის კონკრეტულ ადამიანებთან. შეიძლება ძალიან უკომპრომისოც იყოთ, არც ეს არ არის გამორიცხული. თუმცა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, ვინც თევზების ნიშნით არის დაბადებული, ეს არის შეგუება როგორ გითხრათ, არაკომფორტულ რეალობასთან. ან იმ რეალობასთან, რომელსაც აქამდეც ხედავდით, რომ ესეა, მაგრამ რაღაცნაირად გადადეთ, საროზო შემოდეთ, არ გაუსწორეთ თვალი და ახლა მოგიწევთ, რომ ეს არაკომფორტული რეალობა მიიღოთ, დაინახოთ და რაც ყველაზე მთავარი ეს არის შიშები, შესაძლოა რაღაც სიახლის შიშიც, მაგალითად ეს რეალობას ეხება. ერთადერთი გზა შიში რომ დაამარცხო, აუცილებელი არის, რომ ამ შიში გაიარო, გაჩერდე გაუსწორო თვალი და მიხვდა რომ ეს შიში არ არსებობს, იმიტომ რომ რეალურად თუ შიში გავივლით, ჩვენ ამით მხოლოდ ჩვენ თავს კი არ ვასწავლით, რომ ჩვენ რაღაც შეგვიძლია. არამედ გენეტიკურადაც ძალიან სერიოზულ არასწორ პროგრამებს დავხურავდა. თევზები ზოგადად გენეტიკის ნიშანია, იცოდეთ გენეტიკური ფაქტორის. ამიტომ მე გისჩევთ ეს დრამეს, რაც არ გააკეთებით, აქამდე გააკეთეთ, ყველა შიში გაიარეთ, აღიარეთ, გულწრფელად გაუსწორეთ თვალი რეალობას, რაც არ უნდა არაკომფორტული იყოს თქვენთვის ეს ყველაფერი. მიიღეთ ძალიან მკვეთრი გადაწყვეტილებები თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ თქვენთან აბსოლუტურად ახალი ეტაპი იწყება უკვე გაზაფხულიდან, სადაც მიხვდებით, რომ თქვენი ცხოვრება თქვენია და თქვენ სიმამაცაზე და იმაზე თუ რამდენად თვითკმარი ხართ, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, მათ შორის თუნდაც თქვენი ბედნიერება. ამიტომ ძალიან ეფექტურ თვეს ვუსურვებ ადამიანებს, ძალიან ოპტიმისტურია ჩემი პროგნოზი, დავთვლი რომ თებერვალი მართლა იქნება პირველი მერცხალი და מחარობელი რაღაც მნიშვნელოვანი ძალიან დიდი ცვლილებების საზოგადოებაში. ნახოთ იქნებ შემოყვაროს ამ თემას. რომ მე არ მიყვარს თებერვალი. უკვე დაიწყება გათენება. იქნებ შემეყვარდეს ეს თვე.